გუშინ ვიხილე ფილმი ანორა. მხოლოდ მერე გამახსენდა, რომ ოსკარის ტრიუმფატორ ფილმს ვუყურებდი და აი ზუსტად ამ მომენტში დამეუფლა უცნაური განცდა. თავიდან რაღაცნაირად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი ნორმალური ფილმია, არც კარგი, არც ცუდი. უბრალოდ კიდევ ერთი ამერიკული დრამა, მაგრამ როგორც კი გონებაში ამოტივტივდა ის ფაქტი, რომ ამ ფილმმა 5 ოსკარი მოიგო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, მაშინ მივხვდი, რომ აქ რაღაც ისე არ იყო. ეს არ არის უბრალოდ კინო, ეს რაღაც უფრო ღრმა, უფრო პრობლემურია. ეს არის კულტურული სიმპტომი, დასავლური სულის, თუ გნებავთ ამერიკული სულის თავდავიწყებული კაპიტულაცია. მოკლედ რას გულისხმობ? ანორა არ არის სიყვარულის ტრაგედია, არც უბრალოდ სოციალური კრიტიკა. არა, ჩემთვის ეს არის ქვესნობიერი ქვეშევრდომობის ფანტაზია, რომელიც ლამაზ შეფუთვაშია მოქცეული. ვითომ ხელოვნებაა, რასაც აკაჯილდოებენ, ხელოვნება კი არ არის, არამედ მორალური მაზოხიზმია. მოდი დავაკვირდეთ, მთავარი პერსონაჟი ანორა, რომელიც სხვათა შორის ფილმში ერთადერთი ამერიკელი ადამიანია, სექსმუშაკია. ის მოულოდნელად ხვდება რუსი ოლიგარქის შვილს და გრძნობს, რომ მათ შორის სიყვარული იბადება, თუმცა ეს გრძნობა სინამდვილეში ყალბია. მას იყენებენ, ყიდულობენ, აგდებენ და უარყოფენ. საბოლოოდ კი ის სიყვარულისა და გამოხსნის ღირსიც არ აღმოჩნდება. ეს არ არის ფემინისტური ნარატივი, როგორც ბევრი ცდილობს წარმოაჩინოს. ეს არის სურათი, სადაც ამერიკელი ქალი წარმოდგენილია როგორც ემოციური და ფერტილური ჭურჭელი, რომელსაც ძლიერი პატრიარქალური კულტურის კაცები იყენებენ და მერე უბრალოდ ტოვებენ. ანორას ამერიკელობა შემთხვევითი არ არის, ის ამ მოთხრობის სიმბოლური ცენტრია. ფილმში რუსები და სომხები დაუფარავად დომინანტური მჩაგვრელი კაცები არიან. მდიდრები, ძალაუფლებიანები და უტიფრები. ისინი ფულს პირდაპირ ესვრიან ანორას, ისე თითქოს რაღაც ნივთი იყოს, რომელსაც იყენებენ და მერე მოისვრიან. დასავლეთი კი ანორას სახით ამ დროს ქალია, სექსუალიზირებული, უძლური, ცრემლიანი. ის არ ითხოვს სამართლიანობას, ის არ ითხოვს წინააღმდეგობას, ის მხოლოდ ემპათიას ითხოვს, საკუთარ დამცირებას. აი ესაა ლიბერალური დასავლეთის ახალი ოცნება, არა გამარჯვება, არა ძალაუფლება, არამედ სილამაზე დამცირებაში. ზოგი იტყვის, ეს ფილმი ხომ აკრიტიკებს ამ დამოკიდებულებას, მაგრამ რეალურად ნარატივი, ტონი და ფილმის მთლიანი კომპოზიცია ამას არ ადასტურებს. აქ არ იგრძნობა აღშფოთება, არც პროტესტი, მხოლოდ ესთეტიზირებული უიმედობა, თანაგრძნობის მოპოვების მცდელობით. აუდიტორია მოწოდებულია არა თანადგომისკენ, არამედ სევდიანი თანდასწრებისკენ, რომ უბრალოდ უყუროს და ინერვიულოს. ამიტომაც ოსკარების მიერ ამ ფილმის 5-ჯერ დაჯილდოება გასაკვირი არ არის. ეს მხოლოდ გაგრძელება იმ ახალი ჟანრისა, რომელიც უკვე წლებია დომინირებს ამერიკულ კინოში. მორალური თვითდასჯა. ანორა კი მათ შორის ყველაზე გამჭვირვალე ქუქოლდური მანიფესტია. დიახ, ქუქოლდობა, ოღონდ არასექსუალური კონტექსტით, არამედ როგორც ცივილიზაციური მეტაფორა. დასავლეთი, რომელიც ოდესღაც ამაყი იყო თავისი ძალითა და ღირებულებებით, ახლა საკუთარ თავს წარადგენს როგორც მეძავ ქალს, რომელიც ცრემლიანი თვალების თხოვს სიყვარულს, იმ ძალებს, ვინც მას აუპატიურებს. ანორა არ არის მხოლოდ უიღბლო სიყვარულის ისტორია. ეს არის ხელოვნების სახელით შესრულებული დასავლეთის კაპიტულაცია, დროშის საწევა მარცხის აღსანიშნავად. და რომ ამ მარცხს 5 ოსკარი ერგო, ეს არ არის გამარჯვება, ეს არის აღსარება. ქუქოლდებმა ხმა აიმაღლეს და პატივისცემას